რატომ უწოდა იმედმა სართულს ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთა? აი ამ კითხვაზე შენ უნდა გასწრებ. ხო, მე უნდა გავცე პასუხი. იმიტომ რომ პირდაპირ შენი სახელის აცმა არ იცის, ანუ ეს ხო ყველას უნდა მიაკერონ, რომ ან Deep State-ის ახალგაზრდული ფრთა, ან ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთა და ვერ გაიგეს. რომ ამ ქვეყანაში მართლა სართულის სახით და რამდენიმე მოძრაობის სახით ასევე გაჩნდა რეალური რაღაცა შანსი იმის, რომ ნაციონალური მოძრაობისგან და ოცნებისგან და მათი დღის წესრიგებისგან, მათი არასწორ დღის წესრიგებისგან დამოუკიდებლად და მათი რაღაცა ბინძური შავი ჩრდილოვანი გარეგებებისგან თავისუფლად ვიღაცა მაკეთოს პოლიტიკა და არ უნდა ოცნებას რომ მაგას შეეგუოს. მათთვის ხო ის არის რომ ნაცია რომ გააშაოს და რა ვიცი რა დანარჩენი გვინდა რომ მართლა ახალი პოლიტიკა შექმნათ ამ ნაცი კოძისგან დამოუკიდებლად. მე მგონი უფრო მარტივადაც შეგვიძლია მაგის ახსნა რომ სხვა ვერაფრით ვერ გვაშავებენ და ეგეც არის ხო? რა არის იმის გარანტია რომ სართული ბოლომდე დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალად დარჩება? მაგის გარანტია ერთადერთი ის არსებობს, რომ ჩვენი ასე ვთქვათ, მთელი მოდელი რის გარშემოც ვართ, არის მაგაზე აწყობილი, რომ ვიყოთ დამოუკიდებელი. ანუ ეგრევე შეგვეთყობა დამოუკიდებლები რომ არა, კი ოპოზიციური მხარე ვართ, პროტესტშიც ვართ მხარე, რა თქმა უნდა, მაგრამ ეგ იმას არნიშნავს, რომ რომელიღაც ამ პარტიას ან რაღაცა ოპოზიციური ოლიგარქის დაქვემდებარების ქვეშ ვართ. პირიქით, ანუ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ ვიყოთ თავისუფლები და ვილაპარაკოთ ის, რაც გვინდა. ვაკრიტიკოთ ის, ვინც გვინდა. და ვაკეთოთ ის, რაც გვინდა და ვიღაცის დღესაც ვილაპარაკოთ იმ თემებზე, რაც